როგორც უკვე ვთქვი, ლიხტენშტაინის ყველაზე საინტერესო ადგილების დათვალიერება ერთ დღეშია შესაძლებელი. თუმცა იმისთვის, რომ ნამდვილად დატკბეთ ალპების მშვენიერი ბუნებით, ამ ქვეყანაში სულ მცირე 2 დღით მაინც უნდა დარჩეთ. დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ მეორე დღეს, გათენებისას შეგიძლიათ მაგალითად ავტობუსით ახვიდეთ მთის სოფელ ტრიზენბერგში. 15 წუთში უკვე იმ ადგილას აღმოჩნდებით, რომელსაც ხშირად სტუმრობს სამთავრო ოჯახი. სოფელი გადაიშალა სამთავროზე აღმართულ ტერასაზე. ირგვლივ შალეებია დროთაგან ჩაბნელებული ფასადებით, მოჩუქურთმებული აივნებით და ფანჯრებში სავალდებულო გერანიებით. აქ განსაკუთრებული რიტმი იგრძნობა, 7 მთიანი აურზაურის გარეშე. სოფლის სიმბოლოა მე-19 საუკუნეში აშენებული წმინდა იოზეფის ეკლესია. ეკლესიის მახლობლად მდებარე ტერასიდან იშლება ულამაზესი ხედი რაინის ველზე. სწორედ იქ დამხვდა 2 მხიარული ახალგაზრდა ესპანეთიდან. ისინი მსუბუქად დადიოდნენ, ზურგჩანთებითა და სამხრეთისთვის დამახასიათებელი ღიმილით და მაშინვე დავიწყეთ საუბარი მოგზაურობებზე, მარშრუტებზე, იმაზე, თუ რა საოცარია, რომ ასეთ პაწაწინა სახელმწიფოს შეუძლია გაგვაოცოს ასეთი მასშტაბური ხედებით. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტრიზენბერგი ლიხტენშტაინის ალპური სულია. მთები, ენა, ტრადიციები და სიჩუმე, რასაც ვადუდში ვერ შეხვდებით. სხვათა შორის ტრიზენბერგის მცხოვრებლები დღემდე საუბრობენ განსაკუთრებულ ენაზე, ძველ დიალექტზე, რომელზეც ლაპარაკობდნენ ვალები შვეიცარიის კანტონიდან ვალედან, რომლებიც აქ გადმოსახლდნენ მე-13 საუკუნეში. ამ ხალხის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ადგილობრივ მუზეუმში, სადაც მოგითხრობენ შუა საუკუნეებში აქ გადმოსახლებულ ვალზერებზე. აქედან შეგიძლიათ ავტობუსით ისარგებლოთ და სულ რაღაც 15 წუთში ნამდვილ ალპურ სამოთხეში, მთის კურორტ მალბუნში გადაინაცვლოთ. მაგრამ ტრიზენბერგიდან იქ ფეხით წასვლა სჯობს და თუ ვინმესთან ერთად ქნებით, ესპანელებიც მალბუნისკენ მიემართებოდნენ, მაშინ გზა არც ისე რთული და ხანგრძლივი მოგეჩვენებათ. ტრიზენბერგი ხის შალეების სიჩუმითა და სველი ფიჩვის ნემსების სურნელით გვაცილებდა. ვიწრო ქუჩები მალევე შეიცვალა ტყის ბილიკით და ნაბიჯ-ნაბიჯ სამთავრო ისე იშლებოდა არა როგორც წერტილი რუკაზე, არამედ როგორც ნამდვილი ალპური სამყარო. სოფლიდან გასვლის შემდეგ ბილიკი ნელ-ნელა ზევით მიდის, ტყის საძოვრების გავლით, უფრო ღია, ქარიანი მდელოებისკენ. ჰაერი გრილი ხდება, ნაბიჯი, მოზომილი და გრძნობ რომ თანდათან მთის ტალღას ერგები. გავჩერდი დაჩრდილულ ბილიკზე, რათა გადამეღო ალპური მდელოს პანორამა, სადაც მიმოფანტული იყო ტრადიციული ხის შალეები, მიხვეულ-მოხვეული მდინარე შორს და შთამბეჭდავი მთის ქედი, რომლის მწვერვალები ნაწილობრივ ფაფუქი თეთრი ღრუბლებით იყო დაფარული. ბიჭებს იმდენად მოეწონათ ეს ხედი, რომ მაშინვე გადაწყვიტეს სელფის გადაღება ჩვენი ერთობლივი მოგზაურობის სამახსოვროდ. მათმა სიმსუბუქემ ლაშქრობას განსაკუთრებული რიტმი შემატა, მათი ხმა მაღალი სიცილი და საუბარი კი ფერდობზე იფანტებოდა და ძროხების ზარების რეკვასაც კი ფარავდა. ზაფხულობით ეს იდეალური ადგილია ლაშქრობისთვის. გზად ალპური მდელოები და ტრადიციული შალეები. ქარს მოაქვს ფიჩვის ნემსებისა და ახლად თბილი ბალახის სურნელი. ხედები კი ისეთია, რომ სუნთქვა შეგეკუმშებათ. მთის ბილიკზე მიმავალი მაშინვე ხვდები, რატომ ეძახიან ამ სამთავროს ალპების მარგალიტს. ლიხტენშტაინის მთებს არ სჭირდებათ ციხესიმაგრეები, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინონ. ისინი წარმოადგენენ როგორც უძველეს ციხესიმაგრეს, რომლის დაპყრობაც შეუძლებელია, მხოლოდ ყურებას და აღტაცებას საჭიროებს. რაღაც მომენტში, მორიგი აღმართის შემდეგ, ბილიკმა პატარა ალპურ ტბამდე მიგვიყვანა, მდელოებს შორის დამალულს, განსაცვიფრებლად ფირუზისფერი წყლით. ელფერი იცვლებოდა ნაპირთან მოთეთრო ლურჯიდან სიღრმეში მდიდარ ზურმუხტისფრამდე. ტბა თითქმის არარეალურად გამოიყურებოდა, თითქოს ნახატივით. ზედაპირი მინასავით გლუვი იყო და ის ირეკლავდა ცას, ღრუბლებს და მთებს. აქ შევჩერდით მოსასვენებლად. ასეთი ადგილების უბრალოდ ნახვა არ შეიძლება, ის უნდა შეიგრძნო. მალევე მივადექით პატარა მდინარეს, რომელიც გიხმობს, რომ შეჩერდე და ბოთლი პირდაპირ მწვერვალიდან ჩამომავალი მყინვარული წყლით შეავსო. სულ უფრო მაღლა ავდივართ, ტერასული კალთებისა და ხშირი წიწვოვანი ტყეების გვერდით, სანამ ბილიკი არ გამოგვიყვანა გაშლილ ველთან, საიდანაც მთელი ხეობის პანორამული ხედი გაიშალა. ცოტა მოშორებით, ბილიკი ისევ ავიდა ზევით და მალევე მიგვიყვანა ერთ-ერთ განმარტოებულ შალემდე, რომელიც ძირითადი მარშრუტებისგან მოშორებით იდგა. აქ გადავწყვიტეთ შევჩერებულიყავით და პატარა იმპროვიზირებული პიკნიკი მოგვეწყო.
მზე კაშკაშად ანათებდა გაშლილ მინდორს, ქარი ჩაწყნარდა და ბიჭებმა გადაწყვიტეს მზის აბაზანა მიეღოთ, გაიხსენეს, რომ მთის როჯი განსაკუთრებულიაო. მე კი ჩამოუჯექი, რომ გადაღებული კადრებისთვის გადამეხედა. დასვენების შემდეგ გზა განვაგრძეთ. ჩვენ წინაშე ერთი მეორეზე ლამაზი პანორამები იშლებოდა. გზად შეხვედრილი სკამები კი თითქოს გვიხმობდნენ, ჩამოჯექი და ხედით დატკბი. პრიზენბერგიდან მალბუნისკენ მიმავალი მარშრუტი ჩემთვის ერთ-ერთი მლაშქრობად იქცა, სადაც გზა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მიზანი. ეს მარშრუტი მხოლოდ აღმართებითა და პანორამებით კი არ დამამახსოვრდა, არამედ იმ მოულოდნელი პაუზებითაც, რომელთა გამოც ფეხით სიარული ღირს. რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო მკაცრი ხდებოდა პეიზაჟი. ტყე თხელდებოდა, ჩნდებოდა ქვიანი მონაკვეთები, ხოლო ქარი უფრო გრილი ხდებოდა. შემდეგ კი წინ მალბუნი გამოჩნდა. ზამთარში ეს პატარა, მაგრამ მყუდრო სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც მწვერვალებს შორის არის დამალული. როდესაც მას მივაღწიეთ, დაღლილობა შეერწყა სრულყოფილების იშვიათ შეგრძნებას. ამ ლაშქრობაში ყველაფერი იყო: სიმაღლე, სიჩუმე, ადამიანები, ფირუზისფერი ტბა და უბრალო პიკნიკი. რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ეს ნამდვილი ნეტარების მომენტი იყო, დაღლილობა ფეხებში, სუფთა მთის ჰაერი და შეგრძნება, რომ ქვეყანა ფაქტობრივად ფეხით გაიარე, წყნარი ვალზერის სოფლიდან მაღალ მთიან სამყარომდე. ეს არ იყო მხოლოდ ორი წერტილის დამაკავშირებელი გზა, არამედ დღე, როდესაც ლიხტენშტეინი ნელ-ნელა გაიშალა, დეტალებით, პაუზებით და იმ განცდით, რომ იმყოფები ზუსტად იქ, სადაც უნდა იყო. მალბუნში ბიჭების მეგობარი დაგხვდა, რომელიც იქ დროებით მუშაობდა და რესტორანში დაგვპატიჟა. იქვე დავემშვიდობე მათ, კონტაქტები გავცვალეთ და პირობა დავდეთ, რომ ოდესმე სხვა მთის ბილიქზე შევხვდებოდით, იქნება ეს საქართველოში თუ ესპანეთში. და ამაშია ალბათ ასეთი მარშრუტების მთავარი ხიბლი. მთები არა მხოლოდ ხეობებს, არამედ ადამიანებსაც აკავშირებენ. საბაგიროთ იქვევით ჩავედი და ავტობუსით ქვეყნის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ ბალცერსისკენ ავიღე გეზი. ისი მთავარი ღირსშესანიშნაობა ციხესიმაგრე გუტენბერგი. იგი ცალკეულ ბორცვზე დგას, ვენახებს შუა, თითქოს სამთავროს სამხრეთ კარიბჭეს იცავს. ციხესიმაგრე ხანდახან იღება კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად, ექსკურსიები კი მხოლოდ გარკვეულ დღეებში და განსაკუთრებული მოვლენების დროს ტარდება. მაგრამ ეზო ყოველთვის ღიაა და იქიდან იშლება განსაცვიფრებელი ხედი ვენახებსა და რაინის ხეობაზე. იმ დღეს, როდესაც იქ ვიმყოფებოდი, გუტენბერგის ციხესიმაგრეში შუა საუკუნეების დღეები იმართებოდა. ეს არის ისტორიული რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც ციხესიმაგრე და მთელი მისი შემოგარენი შუა საუკუნეებში ინაცვლებს. ციხესიმაგრის ბორცვის ძირში მოწყობილი იყო ისტორიული ბანაკი, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები თავიანთ ხელოსნურ და კულინარიულ უნარებს აჩვენებდნენ. სტუმრებს შეეძლოთ ძალები ეცადათ მშვილდოსნობასა და შუბის ტყორცნაში. ციხესიმაგრისკენ მიმავალ გზაზე კი ბაზიერი დამთვალიერებლებს იმშორეულ დროში ამ კეთილშობილი ფრინველების როლს აცნობდა. მე ვდგავარ უძველესი ქვის თაღის ქვეშ, თითქოს 21 საუკუნისა და შუა საუკუნეების მიჯნაზე. საკმარისია სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა წინ და თანამედროვე სამყაროს ხმაური სადღაც შორს ციხესიმაგრის კედლებს მიღმა რჩება. ჩემ წინაშე ძველი ციხესიმაგრის შიდა ეზო იშლება. მასიური ქვის კედლები, ხის გალერეები, კედლებზე აღმართული კოშკი და ქვაფენილიანი მოედანი იმის განცდას ქმნის, თითქოს აქ დრო რამდენიმე საუკუნის წინ გაჩერდა. ირგვლივ ცხოვრება დუხს. ხელოსნები თავიანთი ნამუშევრებით ვაჭრობენ, ისტორიულ სამოსში გამოწყობილი ქალაქელები აუჩქარებლად საუბრობენ, აბჯრით შემოსილი რაინდები კი რაღაც სანახაობისთვის ემზადებიან. სწორედ ასეთი მომენტების გამო ღირს მოგზაურობა. ისტორიის ვერცერთი წიგნი ვერ გადმოსცემს ძველი ხის მზით გამტბარი ქვის სურნელს და იმ განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელიც ისეთ ადგილებში სუფევს, სადაც წარსული კი არ შემოინახა, არამედ აგრძელებს ცხოვრებას. ასეთი ადგილები იმიტომ მიყვარს, რომ გეძლევა შანსი ისტორიას მუზეუმის ვიტრინიდან კი არა, პირისპირ შეეხო, როცა შეგიძლია ძველი ციხესიმაგრე უბრალოდ კი არ დაათვალიერო, არამედ მის სტუმრად ან სულაც ბინადარად იგრძნო თავი. და აი, ამ ეზოს შუაგულში მდგარი ხვდები. მოგზაურობაში ყველაზე შთამბეჭდავი სწორედ ის წამებია, როცა წარსული და აწმყო ერთმანეთს პირისპირ ხვდება.
ხო და ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე საინტერესო და გასაკვირი ფაქტი ამ პაწაწინა სახელმწიფოზე. აქ დიდი ხანია ჯარზე უარი თქვეს, ადგილობრივ პოლიციაში კი მხოლოდ 100-მდე თანამშრომელია. ისინი ძირითადად პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამოწერასა და ოჯახური კონფლიქტების მოგვარებით არიან დაკავებულნი. დანაშაულის დონე კი აქ ძალიან დაბალია. ბადუცის მთავარციხეში, რომელიც სასამართლოს შენობაშივე მდებარეობს, ჩვეულებრივ 5-დან 10-მდე პატიმარი იმყოფება. თავად ციხესულოც ადგილზეა გათვლილი, საიდანაც 16 მამაკაცთა განყოფილებაშია, ხოლო 4 ქალთა. თუმცა მას მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორად იყენებენ, სასამართლომდე პატიმრობაში მყოფთა და მოკლე ვადით დაკავებულთათვის. 2 წელზე მეტი ვადით თავისუფლება აღკვეთილ მსჯავრდებულებს ლიხტენშტაინი ქვეყანაში არტოვებს. შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე მათ შვეიცარიაში აგზავნიან. საკნების უმეტესობა ერთადგილიანია და უფრო იაფი ჰოსტელის ნომრებს ჰგავს. ზოგჯერ ვადუცის მთავარციხეში მხოლოდ 1 ან 2 პატიმარია და მაშინ თითოეული მათგანის შენახვის ხარჯები კარგ სასტუმროში ცხოვრების ღირებულებასაც კი აჭარბებს. პატიმრებს იმ რესტორნიდან მიწოდებული საკვებით კვებავენ, რომელთანაც ციხეს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ციხის ადმინისტრაცია სამართლიანად მიიჩნევს, რომ ეს უფრო მომგებიანია, ვიდრე საკუთარი სამზარეულოს პერსონალის შენახვა, რადგან ქვეყანაში ხელფასები ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პატიმრებს სტეიკებს სოუსით სთავაზობენ. და ისინი არც უსაქმოდ ცხედან. ციხის პატარა სახელოსნოში პატიმრების სხვადასხვა ნაკეთობას, მუყაოსგან დამზადებულ სუვენირებსა და ბავშვებისთვის განკუთვნილ ხის სათამაშოებს ამზადებენ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. ლიხტენშტაინი დღემდე სადავოდ მიიჩნევს ყოფილი ჩეხოსლოვაკიის მიერ სამთავრო მიწების ჩამორთმევის კანონიერებას. საუბარია დაახლოებით 2000 კვადრატულ კილომეტრზე, რაც თავად სამთავროს დღევანდელ ტერიტორიას 10-ჯერ აღემატება. სწორედ ამ მიწებზე მდებარეობს მაგალითად ბალტიცეს ბაროკოს რეზიდენცია და ლედნიცეს ნეოგოთიკური სასახლე, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს მიწები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოართვეს ჩეხოსლოვაკიის იმ დეკრეტების საფუძველზე, რომლებიც გერმანელებსა და ნაცისტური რეჟიმის კოლაბორაციონისტებს შეეხებოდა. ლიხტენშტაინელები გერმანულ ენოვნად ითვლებოდნენ, თუმცა ნაცისტებთან პირდაპირ არ თანამშრომლობდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი ავტომატურად გერმანელების კატეგორიას მიაკუთვნეს და მიწები ჩამოართვეს. ჩეხეთსა და ლიხტენშტაინს შორის დავა სამთავრო ოჯახის ჩამორთმეული ქონების გამო უკვე 60 წელზე მეტია გრძელდება. სწორედ ამ უთანხმოების გამო ქვეყნებმა ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ 2009 წელს დაამყარეს. მაშინ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მხარეები ერთმანეთის მიმართ ქონებრივ პრეტენზიებს აღარ დააყენებდნენ. შესაბამისად, ფორმალურად ლიხტენშტაინი ამ მიწებზე პრეტენზიას აღარ აცხადებს, თუმცა იურიდიულად სამთავრო ოჯახის პოზიცია უცვლელი რჩება. უფრო მეტიც, 2020 წელს ლიხტენშტაინის ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა და ჩეხეთის მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება კვლავ მოითხოვა. იურისტების შეფასებით, მთავრებს დაკარგული მიწების დაბრუნების შანსი მცირე აქვთ, რადგან ევროპაში არსებული სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრელი დოკუმენტები მათ სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას პრაქტიკულად არტოვებს. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას, მსგავსი შემთხვევა პრეცედენტად რომ ქცეულიყო. თუმცა ლიხტენშტაინის მთავრობა თავის მოთხოვნას სახელმწიფო საზღვრების გადახედვად კი არა, სწორედ სამთავრო ოჯახის ქონების დაბრუნების მოთხოვნად აყალიბებს. ასე რომ, ამ ისტორიაში საბოლოო წერტილი ჯერ კიდევ არ დასმულა. და ბოლოს ისტორია, რომელსაც ბლოგერები წლების განმავლობაში დაუღალავად იმეორებენ, თითქოს ლიხტენშტაინის ქირაობა ერთი დღით $70,000 შესაძლებელი. სინამდვილეში ეს უბრალოდ მითია, რომელიც ძველ სარეკლამო კამპანიას ეფუძნება და რეალურ კომერციულ შეთავაზებასთან საერთო არაფერი აქვს. 2000-2011 წლებში ლიხტენშტაინმა Airbnb-სა და კომპანია Rent a Village by Xnet-თან თანამშრომლობით მართლაც წამოიწყო მარკეტინგული კამპანია, რომლის ფარგლებშიც მსურველებს მთელი სამთავროს $70,000 დაქირავება შესთავაზეს. ამ ფასში შედიოდა 150-მდე სტუმრის განთავსება, სახელმწიფოს სიმბოლური გასაღების გადაცემა, ქუჩებისთვის სახელების დროებით გადარქმევისა და სუვენირული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობა, ასევე ისეთი ღონისძიებები, როგორიც იყო ფეიერვერკები, ეტლებით გასეირნება და დეგუსტაციები სახელმწიფო მოხელეებთან ერთად. პროექტი თავიდანვე ექსტრავაგანტულ პიარსულად იყო ჩაფიქრებული და ამ შეთავაზებით საბოლოოდ არავის უსარგებლია. თუ
თუმცა ამერიკელი რეპერი და მსახიობი Snoop Dogg ნამდვილად ცდილობდა ქვეყნის დაქირავებას მუსიკალური კლიპის გადასაღებად, მაგრამ მისი მოთხოვნა უარყვეს იმ მიზეზით, რომ მომზადებისთვის საკმარისი დრო არ რჩებოდა. თუმცა ეს მხოლოდ საბაბი იყო. სინამდვილეში ქვეყნის გაქირავებას არავინ აპირებდა. წარმოიდგინეთ ეს რეალური შეთავაზება რომ ყოფილიყო, როგორი რიგი დადგებოდა პოპ ვარსკვლავებისა და ყველა ჯურის ოლიგარქებისგან. ასე რომ ლიხტენშტაინის დაქირავების არანაირი რეალური შეთავაზება დღეს არ არსებობს. ის, რასაც ბლოგერები და TikTok-ის მომხმარებლები დღემდე განიხილავენ, უბრალოდ 10 წელზე მეტი ხნის წინანდელი სარეკლამო კამპანიის გამოძახილია, რომელსაც ავრცელებენ იმის დაზუსტების გარეშე, რომ სინამდვილეში ეს მხოლოდ ერთჯერადი PR აქცია იყო. ლიხტენშტაინი ისეთი ქვეყანაა, რომელსაც ციფრებითა და სტატისტიკით ვერ გაიგებ. ის უბრალოდ უნდა იგრძნო. ეს პატარა სამთავრო თავისებური რიტმით ცხოვრობს. აქ არ არის ტურისტების ბრბო, აურზაური და ხმაური, აქ არავინ ჩქარობს. სამაგიეროდ აქ არის ჰარმონია და სიმშვიდის, სტაბილურობისა და წარმოუდგენელი, თითქმის სათამაშოსავით მყუდრო გარემოს განცდა. ბევრი ლიხტენშტაინს უწოდებს ქვეყანას, რომელსაც მხოლოდ მონიშნის მიზნით სტუმრობენ. მაგრამ მე აქ სპეციალურად წასვლას არ გირჩევდით. თუმცა თუ აქ მილიონიანი საქმეები გაქვთ, ან უბრალოდ სადმე ახლო-მახლო აღმოჩნდებით, ამ პატარა ქვეყანაში შემოვლა ნამდვილად ღირს. ეს მოგზაურობა გრანდიოზულ ღირსშესანიშნაობებზე კი არა, ატმოსფეროზეა. იმაზეა, რომ ცოტა შეანელო ტემპი, ამოისუნთქო და მიხვდე. ნამდვილი სიმდიდრე ქვეყნის ზომა კი არა, მისი უნიკალურობაა. ლიხტენშტაინი ამტკიცებს, რომ იმისთვის, რომ გამორჩეული იყო, სულაც არ არის აუცილებელი, დიდი იყო. თქვენ რას ფიქრობთ? ისურვებდით ლიხტენშტაინის მონახულებას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, თუ გსურთ მეტი მოგზაურობის ნახვა მსოფლიოს ცნობილ და ნაკლებად ცნობილ კუთხეებში. მომავალ შეხვედრამდე მსოფლიოს გზებზე.